cried. I waited for this. I waited for this and it's here. I can't believe it, man. We won the fucking league. Arsenal ჩემპიონი გახდა 22 წლის შემდეგ პირველად. ბოლოს აქ ჩემპიონები 2004 წელს გახდნენ. ლონდონში Arsenal-ს ყველაზე მეტი გულშემატკივარი ყავს და ეს ქალაქსაც გეტყობა ჩემ უკან ალბათ. We've done it. Yeah, we've done it. I did it for little me. I did it for me. I did it. We've done it. We've done it. 22 years, man. 22 years. Look at that. I cried. I waited for this. I waited for this and it's here. I can't believe it, man. We've done it. How do you feel? How do you feel? It's very beautiful. Speechless. She's speechless. I'm speechless. Don't let us do the double, though. It's red. Don't let us do the double. Don't let us do the double. Don't let us do the double. Because London forever. Thanks, guys. ხედავს ალბათ ემოციებს. ყველა ძალიან ბედნიერია. და მაინც 22 წლის შემდეგ Arsenal-ი პრემიერ ლიგის ჩემპიონია. ეს წლები არ ყოფილა მარტივი. ემირეიზე დასწრება ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული სიამოვნებაა ფანებისთვის. იყო გუნდის მიმართ უნდობლობა და საეჭვო მფლობელები. ზედიზედ 3 წელი მეორე ადგილი, არაერთი იმედგაცრუება. მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი აქ, ისევ ემირეისთან ხდება. რადგან რასაც ვერაზროს წაგვართმევენ, ეს საერთო სიხარულია. ფეხბურთი რო საყოველთაო და რაღაც ყველა საერთიანებს ეს ახლაც გამოჩნდა და მაშინაც გამოჩნდა, როცა საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. ყოველთვის იგრძნობა ასეთ დროს რა მნიშვნელობისაა ზოგადად ფეხბურთი. Arsenal-ს ასევე ძალიან მაგარი ქალების გუნდი ყავს, რომლებიც 2024-25 წლებში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები გახდნენ. ვესწრებოდი რამდენჯერმე მათ თამაშს. სეზონის ბოლო თამაშსაც ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ Arsenal-ის გუნდი, ქალების გუნდი მეორე ადგილზე გავიდა. მაინც ძალიან მაღალი დასწრებადობა იყო, ძალიან ბევრი ქალი ესწრებოდა, ძალიან ბევრი გოგონა ესწრებოდა, ძალიან ბევრი ოჯახი ესწრებოდა ამ შეხვედრას და მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენს გოგოებსაც და ჩვენ ქალებსაც ზოგადად გქონდეთ ის ხელშეწყობა, რაც კაცებსაც, იმიტომ რომ ჩანს, რომ ეს ხელშეწყობა თუ არსებობს, შედეგიც არსებობს და განვითარებაც არსებობს და მე ამ შეხვედრაზე ყველაზე მეტად იმით ვიყავი გაკურებული, თუ რამდენად დაფასებულად გრძნობდნენ ეს ქალი სპორტსმენები თავს. El campione, magnifico, es mucho grande. როგორც ხედავთ, პალესტინის დროშა ძალიან ბევრი არის და ბევრი მხარდამჭერია პალესტინის Arsenal-ის გულშემატკივარი და ეს ხშირად იგრძნობოდა და განსაკუთრებით დღეს იგრძნობა.
ხვიჩას ხდება არსენალი, თუმცა ჩემი აზრით პრემიერ ლიგა ბევრად მნიშვნელოვანი ტიტულია, იმიტომ რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ცდილობდნენ გამختარიყვნენ ჩემპიონები, თუმცა რა თქმა უნდა ჩემპიონი სიტყვები ზედმეტია. მაისის ღამეს კი ჩრდილოეთ ლონდონში 22 წლის შემდეგ ნამდვილად დაინთო ცეცხლი. ფეხბურთის ძალა თხომ სწორედ ეს არის, გულშემატკივრები და გუნდი, რომლებმაც ეს ყველაფერი ნამდვილად დაიმსახურეს.